მოგესალმებით. მეტრონომის სტუმარია ექიმ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. გამარჯობა ბატონო ალექსანდრე. მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ გაზაფხულის სეზონზე არსებულ ვირუსებთან დაკავშირებით და მოვისმენთ თქვენგან სამედიცინო რჩევებს. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა ტიპის ვირუსები და ინფექციები ამ სეზონისთვის დამახასიათებელი და როგორ უნდა მოვიქცეთ მათ თავიდან ასარიდებლად? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და თემა საკმაოდ აქტუალურია. ზოგადად ერთ რამეს აღნიშნავ, რომ ვირუსები და ვირუსული ინფექცია ყველა სეზონზე გვხვდება, როგორც ზაფხულში, შემოდგომაზე, ზამთარში, გაზაფხულზე. გაზაფხული არის თავისებურად, ასე ვთქვათ, სპეციფიური პერიოდი, იმიტომ რომ გვხვდება ისეთი ვირუსების, რომლებიც ცივ სეზონზე არის დამახასიათებელი და შესაბამისად, თქვათ, უკვე როდესაც დათბება, ხდება შეგვხვდეს ასე ვთქვათ განსხვავებული ვირუსები, ვირუსული ინფექციები, რომლებიც უკვე თქვათ ზაფხულისთვის და თბილი სეზონისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ შერეული პერიოდია და საკმაოდ მრავალფეროვანი ინფექციური დაავადებები შეიძლება შეგვხვდეს. თუ გადავხედავთ ახლა სტატისტიკას და ამჟამინდელ მდგომარეობას, ხო, ჯერჯერობით დომინირებს ისევ რესპირაციული ინფექციები, ანუ ის ვირუსები, რომლებიც იწვევენ თქვათ ზემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ საკმაოდ ასე ვთქვათ ბევრი შემთხვევა გვაქვს გრიპის, რომელიც არის ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექცია და რა თქმა უნდა ტენდენცია არის კლებისკენ ბოლო კვირების განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ აქტუალურია და საკმაოდ ბევრი ადამიანია ასე ვთქვათ გრიპით ინფიცირებული, ამიტომ მოკლედ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას და ვიტყვი რომ ვთქვათ გრიპი არის საშიში რესპირაციული ინფექცია და რეკომენდირებულია რომ განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებმა დროულად მიმართონ ექიმს, რათა გარკვეული ასე ვთქვათ გართულებები თავიდან ავიცილოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერ კიდევ ეს ასე ვთქვათ რეკომენდაცია რჩება. გარდა გრიპისა გვხვდება სხვა რესპირაციული ინფექციებიც და მათი მაღალი გავრცელება, მაგალითად რესპირაციულ სინციტიური ვირუსი, რომელიც ასევე საკმაოდ აქტუალურია და განსაკუთრებით ის აქტუალურია მცირეწლოვან ბავშვებში და ვთქვათ გარკვეულ შემთხვევებში 2 წლამდე ბავშვებში ესე დავაკონკრეტებ და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ამ ვირუსით ინფიცირების შემდეგ დაჭირდეს მცირეწლოვან ბავშვს ექიმთან ვიზიტი და ჰოსპიტალიზაციაც, ამიტომ აქაც არის გარკვეული კრიტერიუმები, რის დროსაც მშობელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება და დროულად მიმართოს ექიმს და ეს კრიტერიუმები არის შეუპოვარი ცხელება, ძლიერი სისუსტე, როცა ბავშვს აქვს, თქვათ და კურნალობის სიმპტომურ კურნალობას არ ემორჩილება ბინაზე, ესეც არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ თქვათ მიმართოთ ექიმს. ასევე სხვა ვირუსეული ინფექციები გვხვდება, რესპირაციული, როგორც არის სხვა კორონავირუსები, ანუ ეგრეთ წოდებული გაციების გამომწვევი კორონავირუსები, ადენოვირუსის შემთხვევებიც გვაქვს თქვათ და შეიძლება და ასე ვთქვათ ფიქსირდება ასევე ზოგიერთი ისეთი ვირუსული ინფექციაც, რომელიც იწვევს გასტროინტესტინალური, ანუ კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანებას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც წესი ეს ვირუსული ინფექციები უფრო მეტად თქვათ აქტიურდებიან თბილ სეზონზე. ამიტომაც აღნიშნე რომ გაზაფხული არის ასე თქვათ განსაკუთრებული პერიოდი, იმიტომ რომ ახლა ამჟამად გვაქვს ჯერჯერობით დომინანტი რესპირაციული ინფექციები, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვათ დაახლოებით 1 თვე-ნახევარში უკვე უფრო მეტი შემთხვევა გვექნება ასე ვთქვათ ენტერიტის და გასტროენტერიტის გამომწვევი ინფექციების. აქედან გამომდინარე თქვათ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოსახლეობამ ასე ვთქვათ აი ამ ინფექციის ზოგადად ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის საშუალება ასე ვთქვათ ვიცოდეთ თუ როგორ უნდა დავიწვათ თავი. ძირითადად ეს დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, კონტაქტური გზით გადადის და საკმაოდ ეფექტურია ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად ჰიგიენური ნორმების დაცვა, ანუ ხელების ხშირი დამანა, ზედაპირების დამუშავება, რაც შეეხება რესპირაციულ ინფექციებს, ოთახის განიავება, ვთქვა და ზოგადად სივრცეების განიავება, სადაც ვიმყოფებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან ისეთი აქტუალური თემა, ანუ ზოგადი პრინციპი, როგორ უნდა მოხდეს
თავის დაცვა ამ ვირუსული ინფექციებისგან. და კიდევ მნიშვნელოვანი რაც არის გაზაფხულზე და განსაკუთრებით უკვე გვიან გაზაფხულზე და ეს აქტუალური თემა და ყოველ წელს როგორც მედიაში ისე ზოგადად საზოგადოებაში ამ თემაზე საკმაოდ ბევრია ხოლმე საუბარი, ეს არის ტრანსმისიული ინფექციები, ანუ ვექტორული ინფექციები, რომლებიც მწერის ნაკბენით გადადის და ალბათ თქვენც გაგონი გექნებათ, რომ აი ტკიპის ნაკბენის შემდეგ შესაძლოა გარკვეული, ასე თქვად, მძიმე ინფექცია ადამიანს დაემართოს. და რამდენად აქტუალურია ხო ეს საკითხიც არის და ესეც გაზაფხულთან, გვიან გაზაფხულთან და ზაფხულთან არის დაკავშირებული და ვიტყვი რომ არის სხვადასხვა თქვა ვირუსული ინფექციები, მაგალითად ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელება, ერთი შეიძლება იყოს ტკიპის მიერე ენცეფალიტი და სხვა ვირუსული ინფექციები, რომლებიც მწერის ნაკბენით გადადის. ეს ამ დაავადებების აქტუალურობა შემოდის როგორც თქვი გვიან გაზაფხულზე, ანუ ცხელ სეზონზე, სადაც მაისის პერიოდში, ამიტომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, იმიტომ რომ ტრანსმისიული და ასე თქვა ვექტორული დაავადებებისგან თავდაცვაც არის გარკვეულ ასე თქვა არასპეციფიურ და სპეციფიურ ღონისძიებებთან დაკავშირებული. პირველი არის მნიშვნელოვანი ზოგადად, რომ მოხდეს შეწამლა გარემოსი, სადაც ეს ასე თქვა ტკიპები, ანუ გადამტანები ამ დაავადების ცხოვრობენ და ეს უკვე თქვა გაზაფხულის პერიოდიდან, ადრეული გაზაფხულის თქვა აპრილიდან უკვე დაწყებული უნდა იყოს, რომ ნიადაგი მომზადეს, ეს ერთი. მეორე, ვიცით, რომ ეს ასე თქვა გადამტანები, ანუ ტკიპები და სხვა მწერები არიან სხვა ასე თქვა შინაურ ცხოველებთან და გარეულ ცხოველებთან ასოცირებული, ამიტომ აი ამ შინაურ და გარეულ ცხოველების ვაქცინაცია და მოულაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით და მესამე ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ თავი, ესეც ხო ძალიან აქტუალურია. არსებობს სპეციალური ასე თქვა მწერების საწინააღმდეგო სპრეები, რომლებიც გამოიყენება როგორც ტანსაცმელზე, ასევე ასე თქვა შიშველკანზეც და ესეც აუცილებელია, განსაკუთრებით ეს აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს თქვა ბუნებაში ყოფნა, ანუ რას გულისხმობ პიკნიკი, ლაშქრობა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს მაინც რომ გაითვალისწინოს ჩვენ მოსახლეობამ, ჯერ ადრეა, მაგრამ ერთ-ერთი ნახევარში უკვე საკმაოდ აქტუალური იქნება, რომ თუ თქვა გვიწევს ბუნებაში წასვლა და გვიყვარს და ეს ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის და ზოგადად განწყობისთვისაც, აუცილებლად რომ გამოვიყენოთ ეს სპეციალური მწერების საწინააღმდეგო, ასე თქვა სპრეები და ასე შემდეგ. ესეთი მეორე ეკიპირება აუცილებელია, რომ თუ მივდივართ ასე თქვა ბუნებაში, სადაც არის მაღალი ბალახი, არის ხშირი ტყე და ასე თქვა მცენარეები, აუცილებელია, რომ ესეთი გრძელმკლავი, ესეთი ტანისამოსი გვეცვას, რომ დაფარული იქნება რაც შეიძლება მაქსიმალურად შიშველი ნაწილები, ანუ ხელები, ფეხები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ტკიპისთვის და ნებისმიერ მწერისთვის ადვილია, როდესაც ადამიანს აქვს ასე თქვა შეუსაბამო დაცვა ამ გარემოსთან, ანუ მოკლე ასე თქვა შედარებით ტანისამოსი ადვილად ასე თქვა დაგვაზიანებს, გვიკვეს და შესაბამისად გაზრდის აი ამ რისკებს დაავადების განვითარების და მესამე თუ თქვა დაფიქსირდა მსგავსი მომენტი, ხო, რომ ჩვენ შეიძლება დავიცავით ყველა წესი, მაგრამ მაინც მოხდა ექსპოზიცია მწერთან, ხო? არის თავის ჩვენებები, როდის უნდა მიმართოთ ექიმს. სწორად რომ გავიგოთ, ეხლა ყველა მწერის ნაკბენი არ საჭიროებს რაიმე სპეციფიურ კურნალობას, ან პროფილაქტიკას, ან თუნდაც ექიმის კონსულტაციას. მაგრამ თუ თქვა დაფიქსირდა, რომ ტკიპამ გვიკმინა, შემდეგ ჩვენ დავაფიქსირეთ ეს ტკიპა და დაახლოებით 3 დღიდან 2 კვირამდე გაგვივითარდა გარკვეული სიმპტომატიკა, როგორც არის ცხელება მაგალითად, გამონაყარი, ძლიერი თავის ტკივილი, ხო? ესეც არის ზუსტად ჩვენება იმის, რომ მივმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს ჩვენ მდგომარეობას და მოგცემს სწორ რეკომენდაციებს, თუ რამდენად არის ეს ჩვენი სიმპტომები აი ამ წერთან ექსპოზიციასთან, ასე ვთქვათ, კავშირში. ანუ ესეც აუცილებელია, რომ ჩვენი მოსახლეობა მიცოდეს. და მეორე, თუ თქვა კბენის ადგილას ისეთ განვითარდა ძლიერი შეშუპება, ქავილი, თქვა ტემპერატურული რეაქცია, ესეც არის ასე ვთქვათ, ჩვენება, რომ დროულად მოხდეს ექიმის მიერ მდგომარეობის შეფასება, რათა მოხდეს დიფერენცირება, ეს არის ლოკალური, ადგილობრივი, ალერგიული ან სხვა ტიპის ანთებითი პროცესი, თუ საქმე გვაქვს რაიმე ინფექციურ დაავადებასთან. ამიტომ გაზაფხული რომ დავყოთ ასე სამ ნაწილად, ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც არის აქტუალური
რესპირაციული ინფექციები, როგორც ვთქვით, გრიპი და გრიპის მსგავსი ინფექციები, რაც მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს გაზაფხულის განმავლობაში, თუმცა რა თქმა უნდა აქვს კრების ტენდენცია, მაგრამ ჯერჯერობით აქტუალურია. ეს ერთი, მეორე არის ის ვირუსული ინფექციები, რომლებიც იწვევენ, თქვათ, ენტერიტს და გასტროინტესტინალურ პრობლემებს, ესეც უფრო თბილ სეზონსთან არის დაკავშირებული, თუმცა ახლაც გვაქვს შემთხვევები და მესამე ტრანსმისიული ვექტორული ვირუსული ინფექციები, რომლებიც ტკიპის და სხვა ფეხსახსრიანების კმენის შედეგად შეიძლება განვითარდეს და ეს ინფექციები უფრო აქტუალურია ზაფხულის პერიოდში და როგორც ვისაუბრეთ, გარკვეული რეკომენდაციების დაცვის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მოვახდინოთ ხშირ შემთხვევაში ამ დაავადებების პრევენცია. და კიდევ ერთ შევეხები, მოკლედ, თუ არის ამ საშუალება, ვიცით ჩვენ რომ არის ესეთი ცნობილი ვირუსული ინფექციები, რომლებიც თქვად საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობაში ცნობილი, ეს არის წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, თქვად, ხო? ეს ინფექციებიც თითქმის ყველა სეზონზე გვხვდება, თუმცა რა თქმა უნდა გაზაფხულზეც გვაქვს ხოლმე საკმაოდ, ასე თქვად, ბევრი შემთხვევა აი ამ ინფექციების. ამას რატო უსვამ ხაზს? იმიტომ რომ ეს ინფექციები, ან განსაკუთრებით წითელა, წითურა არის ის ვირუსული ინფექციები, რომლის პრევენციაც ჩვენ შეგვიძლია გეგმიური ვაქცინაციით. არსებობს ქვეყანაში გეგმიური ვაქცინაცია, ეს ეროვნული კალენდარი და თუ ჩვენ თქვა მოსახლეობას განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ვისაც ეკუთვნის, ჩაუტარებთ ვაქცინაციას, აი ამ ვირუსული ინფექციების გავრცელებასაც, ასე ვთქვათ, ხელს შეუშლით და შევამცირებთ, იმიტომ რომ ტენდენცია წლებს თუ შევხედავთ, საკმაოდ ცუდი გვაქვს განსაკუთრებით წითელას კუთხით, იმიტომ რომ თქვა 2022-თან შედარებით 24-25 წელს დრამატულად არის შემთხვევების რაოდენობა გაზრდილი და გაზაფხულთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევები კიდე შეიძლება მოიმატოს, იმიტომ რომ გაზაფხული რასთან ასოცირდება მეტ კომუნიკაციასთან, მეტად თქვა სასწავლო პროცესები უფრო აქტიური ხდება, თქვად უმაღლეს სასწავლებელში თუ სკოლაში განახლებულია სასწავლო წელი, ხო? და შესაბამისად მეტი კომუნიკაცია, მეტი ასე თქვად მობილობა აი ამ ვირუსული ინფექციების რისკებს ზრდის, იმიტომ რომ ძირითადად ეს ვირუსული ინფექციები არის ჰაერწვეთოვანი და წვეთოვანი გზით გადამდებები და ასევე ჩუტყვავილაზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომლის ვაქცინას ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს, თუმცა მისგან პრევენციული ღონისძიებაც გახლავთ, ასე თქვად, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის ის იგივე, რაც არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებები ინფექციების დროს, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასე თქვად, პლუს სივრცეების ხშირი განიავება და თუ კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი სოციალური პასუხისგებლობა, რომ ადამიანს თუ აღენიშნება სიმპტომები, ნაკლებად, ასე ვთქვათ, კონდეს მას კონტაქტი სხვა ადამიანებთან, თუ ეს შესაძლებელია, თუ მაინც ვერ ახერხებს იზოლაციას რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, ასე დროს გამოიყენოს პირბადე, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, როგორც რესპირაციული ინფექციებისგან, ასევე ვთქვათ, გარკვეულწილად ჩუტყვავილისგან და სხვა ვირუსული ინფექციებისგანაც საკმაოდ ეფექტურად გვიცავს აი ეს, ასე ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევებში იზოლაცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამიტომ თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ეს მოგცემს იმას, რომ ნებისმიერი ინფექციური და ვირუსული დაავადების მართვა იქნება საკმაოდ უფრო, ასე ვთქვათ, ადვილად შესაძლებელი, იმიტომ რომ მას არ ექნება ესეთი ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე კომპლექსურად შევხედოთ ამ საკითხს, რომ რაზეც არის საშუალება იმ ვირუსულ ინფექციებზე ჩავატაროთ ვაქცინაცია, რისი ვაქცინაციაც არ არსებობს, ან არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი, მათ ვებრძოლთ იმ არასპეციფიური დაცვის საშუალებებით, რაზეც ვისაუბრეთ.